არ არსებობს უბრალოდ პოლიტიკური ნება ამ ქვეყანაში, საზოგადოების საჭიროებები დაკმაყოფილდეს, იმიტომ რომ ფული არსებობს, რესურსები არსებობს, უბრალოდ აქ არის მთავარი როგორ ნაწილდება ეს რესურსები და ჩვენ ხედავთ უამრავი მაგალითი არსებობს ამის, რომ ბიუჯეტში ყოველთვის გამოინახება თანხები პარლამენტარების ხელფასების ზრდისთვის, აქციების დასარბევი ტექნიკის შეძენისთვის, სხვა მათი ასე ვთქვათ, ფუფუნების საგნების შესაძენად, აგერ ნახეთ ასევე რომ რაღაც გასართობი კონცერტი იგეგმება ჩვენი ბიუჯეტით, ესეთ რაღაცებისთვის გამოინახება ყოველთვის თანხები, მაგრამ ადამიანების საჭიროებებისთვის, ჯანმრთელობისთვის, ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ვერ გამოინახება. ესეთ ანტისოციალურ სახელმწიფოში ცხოვრობთ, ჩვენ ცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ეს სახელმწიფო არ მუშაობს და ეს ეკონომიკა არ მუშაობს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, მუშაობს მხოლოდ უმცირესობისთვის და ამ უმცირესობას აქვს მიტაცებული როგორც ჩვენი დოვლათი, რომელსაც ჩვენ ყველა ვქმნით, თქვენც, მეც, ყველანი, ვინც ვმუშაობთ და ვიხდით გადასახადებს და ჩვენი შრომით ამ დოვლათს ვქმნით, მიტაცებული აქვთ ეს დოვლათთან ერთად ჩვენი პოლიტიკური უფლებებიც.